Მარიგდებთ თავს საფრთხეში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით ეს სანქციები ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშების გაყინვას, რაც თქვენთვის მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ მოესწრებით მაგაშვილი. ტაბულას ჟურნალისტმა ოლიგარქს ეს შეკითხვა 2016 წელს დაუსვა. 8 წლის შემდეგ 2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილი კრემლის ინტერესების გამტარებლად ცნო და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა. შეერთებული შტატები ასახელებს ბიძინა გრიგორიძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის ქართული ოცნების დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ახდენს საქართველოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული მომავლის ძირის გამოთხრას. ოფიციალური ვაშინგტონის პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილისთვის საკმაოდ მძიმეა. რუსეთში გამდიდრებული ქართველი ოლიგარქი სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით იმ სიაში მოხვდა, სადაც მხოლოდ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან. ყველა ის ადამიანი, ვინც კრემლს უკრაინაში სისხლიანი ომის დაწყების შემდეგ ეხმარება, ასევე ისინი, ვინც პუტინის სასარგებლოდ ჯაშუშობენ. მაგალითისთვის, ამავე განკარგულების საფუძველზე ამერიკამ ივანიშვილამდე დაასანქცირა პუტინის პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი და მისი ოჯახი, სბერბანკი და VTB ბანკი. ქართველებიდან ამ სიაში პირველად ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ჩაიწერა. ივანიშვილის ყოფილ გენპროკურორ სტრატეგიული პარტნიორები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხელენ. პუტინის სასარგებლოდ მომუშავების სიასახლე უკვე ბიძინა გრიგორიძე ივანიშვილის შეემატა. შტატების გადაწყვეტილების შედეგად ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა მფლობელობაშია, გაიყინება. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვინც ივანიშვილთან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებს, დაიბლოკება და შეეზღუდება წვდომა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ რესურსებზე. უნებრივია, რომ ეს სერიოზული რეპუტაციული დარტყმა მოკვეთილია მსოფლიოს საფინანსო სისტემიდან. ადამიანს ერთი პლასტიკური ბარათიც კი არა აქვს. შეიძლება რომელიღაც ბანკში ან ქართულ ბანკში აიღოს ლარის ბარათი და მეტის, ასე ვთქვათ, საფინანსო ოპერაციების უფლება არ აქვს. ლიბერტი ბანკშიც კი ვერ აიღებს ლარის ბარათსაც კი ვინა და ლიბერტი ბანკი ეკუთვნის ამერიკის მოქალაქე რუხაძეს და მისი ბიზნეს პარტნიორი რუხაძე საკუთარ ბანკში საბანკო ბარათსაც კი არ მისცემს. ნათია თუ ნამას ველაპარაკებია და უთხარი რა მე ყველას მოუყევი თქო ირაკლი ხაძე მოვიდა და თქვა რომ თუ დაგასანქციეს დაგიხურავ საბანკო ანგარიშს. იმიტომ კი დაუხურავ რომ არ მინდა. იმიტომ დაუხურავ რომ ბანკი აღარ იქნება ლიბერტი ბანკი, როგორც კი დასანქციოს მომსახურება და ვიზა და მასტერკარდთან მიწერია რომ არ უნდა მომსახურო, ყველა საკორესპონდენტოსთან მიწერია კონტრაქტში რომ უნდა მომსახურო და უცებო დაიწყონ მასობრივი დასანქციები, აქ სხვა პრობლემა გაჩნდება. საბანკო სისტემა დაუპირისპირდება ქვეყანას. ამერიკული ფინანსური სანქციების სიმკაცრე კარგად ესმის ირაკლი რუხაძეს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორს და მის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს. ჯერ კიდევ ოქტომბერში რუხაძე ამბობდა, რომ არაპირებს ლიბერტი ბანკი რომელიმე სანქცირებულ პირს მოემსახუროს. ქართული ოცნების 50 მთავარ ადამიანზე რომ დაუწესონ სანქციები, რეალური სანქციები, იქნება პრობლემა ქვეყნისთვის. ეს ომის გამოცხადება გაუკეთებია ეს რაღაცები თქო ამას ვამბობ უბრალოდ. არ იქნება რაღაცა ამაზე მზად უნდა შევფიქროთ. თუ ივანიშვილი მაინც ეცდება სანქციების გვერდის ავლით პირადი ანგარიშები გამოიყენოს და დოლარზე წვდომა მოიპოვოს, ყველა ის კომპანია ან კომერციული ბანკი, ვინც ამაში დაეხმარება სანქციების სხვერპლი აღმოჩნდება, მათ შორის ბანკი ქართულს. მე არ ვიცნობ საქართველოში მოქმედი 17 ლიცენზირებული საფინანსო სტრუქტურიდან არც ერთს, მათ შორის ქართულ ბანკის ჩათვლით, რომელიც ეკუთვნის დე იურე ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, უტა ივანიშვილს, რომელიც მოაწერს ხელს სანქცირებულ პირთან ღია თანამშრომლობას. სანქცია ეს არის თემა, რომელიც ავტომატურად გადავა იმ ნებისმიერ სტრუქტურაზე, რომელიც კავშირში იქნება სანქცირებულ პირთან. უკვე ცნობილია ეროვნული ბანკის პოზიციაც. ჯერ კიდევ გუშინ BMG მიიღო ოფიციალური დასტური ეროვნული ბანკისგან, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სანქციების შესაბამისად იმოქმედებენ. შესაბამისად ივანიშვილს ვერც ნათია თურნავა დაეხმარება. განსხვავებით რამდენიმე თვის წინ, რუსული კანონის მიღების შემდეგ მიღებული პასუხისგან ეროვნულ ბანკს იქ ეწერა მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესები. ანუ იგულისხმება ეგრეთ წოდებული საგამონაკლისო წესი, რომელიც
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებელმა შემოიღო, როდესაც სანქცირდებოდა ბატონი ოთარ ფარცხალაძე. დღეს ესეთი რამ ეროვნული ბანკის რელიზში არ წერია, რაც ნიშნავს ყოველ შემთხვევაში გაცხადებულ დონეზე, რომ ისინი აპირებენ რომ სრულად დაიცვან საერთაშორისო სანქციები. სანქციები ოლიგარქის წინააღმდეგ ინდივიდუალურია, ანუ დასანქცირდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და არა მისი ოჯახის წევრები, რომლებზეც ქონების უდიდესი ნაწილი აქვს გადაფორმებული. სანქციები არ ვრცელდება ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზეც. თუმცა სანქცირების გამო მილიარდელი ოლიგარქი ვერ მიიღებს შვეიცარიულ ბანკ კრედიტ სუისთან სინგაპურის სასამართლოში დავის შედეგად მოგებულ თანხას სპეციალური ნებართვის გარეშე. ასეულობით მილიონი ევროს ღირებულების სასამართლო პროცესები, რომელიც მიდის ბერმუდაში და რომელიც დასრულდა სინგაპურში, ამ თანხის გამოყენება პირდაპირ აიგზალა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან. რა თქმა უნდა, გარდა ამ პირდაპირ ზიანისა, არც ერთ პრაგმატულად მოაზროვნე და საკუთარ რეპუტაციაზე მზრუნველ ბიზნესმენს არ ეცდომება ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობის დაჭერა, ანუ ფაქტობრივად ის ხდება კეთროვანი და მასთან ფინანსური თუ ბიზნეს ურთიერთობის წარმოება იქნება მნიშვნელოვნად შეზღუდული და დაბლოკილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაწესებული სანქციებით ივანიშვილს გააფრთხილება მისცა და დაუტოვა ბოლო შანსი სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში შეზღუდვებს თავი დააღწიოს. ამით აიხსნება, რომ ოლიგარქი მაგნიცკის სიაში არ შეიყვანეს, რადგან ამ სიიდან ამოწერა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიტოვა ბერკეტები, რომ თუ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, სანქციები გაუმკაცროს. სულ ერთი წამში შესაძლებელია მთლიანად ჩამოეშალოს თავისი, ასე ვთქვათ, ფინანსური და ეკონომიკური იმპერია, რაც მან გააშენა. ხუხულასავით ჩამოენგრევა, თუ კი რა თქმა უნდა, სანქციები გაგრძელდება და უკვე შეეხება მისი ოჯახის წევრებს, რომელსაც ეკუთვნის ქართულ, რომელსაც ეკუთვნის ბანკიც, ქართულ ფონდი, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად ფლობს მის ქონებას. ამიტომ უნდა დაფიქრდეს, რა ურჩევნია, ფული თუ ძალაუფლება, ორივე ერთად არ გამოდის. რაც დღეს იყო ის არ იქნება. ფული და ძალაუფლება ორივე ერთად მორჩა. ირჩევ ძალაუფლებას, მაინც საბოლოო ჯამში წააგებ. ირჩევ ფულს, მაშინ შეიძლება გაპატიონ და ამ შემთხვევაში უნდა შეეშვა რუსული ინტერესების გატარებას. ახლა ჯერი ოლიგარქია. თუ მას ქონების შენარჩუნება სურს, მოუწევს უკან დაიხიოს და ის მოთხოვნები შეასრულოს, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ზუსტად ერთი თვეა უწყვეტი აქციებით ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ზომებს გაამკაცრებს და ყველა იმპირს ან კომპანიას დაასანქცირებს, რომელიც ივანიშვილთან რაიმე კავშირშია.